საღამო მშვიდობისა, ეს არის საავტორო გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. ოპოზიცია ბოიკოტში, ოპოზიცია საარჩევნო მარათონში, საერთო მიზანი და განსხვავებული სტრატეგია. უნდა მივიდეს თუ არა ამომრჩეველი ხმის მისაცემად. რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციური პარტიების ურთიერთსაწინააღმდეგო საარჩევნო აგიტაციას. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი პატიმრობაში რჩება. გიორგი გახარია საქართველოს ფარგლებს მიღმა, სხვები კი უჩვეულო საარჩევნო მარათონში მონაწილეობენ. ქართული ოცნება მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეუთო ოდირის, სამართლიანი არჩევნებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაკვირვების გარეშე ჩაივლის. როგორია საარჩევნო გარემო დღეს? საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდება. მოქალაქეებმა 5 თვითმმართველი ქალაქისა და 59 თვითმმართველი თემის მერი, თბილისისა და 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრები უნდა აირჩიონ. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ტექნოლოგიებით ხმას მისცემს ამომრჩეველთა თითქმის 90%. თვითმმართველობის არჩევნების საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის ნაწილობრივი ბოიკოტის ფონზე ჩაივლის. ბოიკოტის რეჟიმში რჩება 8 ოპოზიციური პარტია. თავისუფლების მოედანი, გირჩი მეტი თავისუფლება, დროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები და ევროპული საქართველო. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი პატიმრობაშია. საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ძლიერი საქართველო ლელოს ლიდერებმა მას შემდეგ შეძლეს, რაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტმა შეიწყალა. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გახარია საქართველოსთვის. მისი ლიდერი გიორგი გახარია გერმანიაში იმყოფება. უჩვეულოა ეს საარჩევნო პროცესი და მისი მიმდინარეობაც. ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს არწმუნებს, რომ ახლა არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება. ნაწილი კი თვლის, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა, ამის ერთადერთი კონსტიტუციური გზა სწორედ არჩევნებია. პატიმრობაში რჩებიან აქტივისტები, რომლებსაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ხალხმა სინდისის პატიმრები უწოდა. დაპატიმრებულია პედაგოგი ნინო დათაშვილი, რომლის მხარდასაჭერად დღეს მისი კოლეგები შეიკრიბნენ. ადვოკატის ინფორმაციით დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 8 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი. ჩემი სოლიდარობა მას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რამდენიმე ცნობილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ დააკვირდება. მათ შორისაა საია. 31 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება, აცხადებენ ორგანიზაციაში. აქ მიაჩნიათ, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ სამართლებრივ გარემოში ტარდება. ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება. ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას, აცხადებენ საიაში. თუმცა ასევე ამბობენ, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს. 21 აგვისტოს ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნები განაცხადა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. არგუმენტი ასეთია: ქვეყანაში შექმნილი გარემო, როცა თავისუფალი სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები დიდწილად არ არის დაცული. მათივე განცხადებით, ორგანიზაცია განაგრძობს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არც ეუთო ოდირის მისია დააკვირდება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე 1 თვეზე ნაკლებით ადრე მოწვევა არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებს დამკვირვებლები არ ეყოლება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 24 სექტემბრის, ანუ გუშინდელი მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის, მერის არჩევნებისთვის 26 საერთაშორისო და 22 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებული. როგორია გარემო წინა საარჩევნო პერიოდში
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, ზეწოლა, მუქარა თუ თვით შანტაჟის სცენა. ძლიერი საქართველოს ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასაბ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ასაბ ჩირაგოვის წინააღმდეგ მოსყიდვის, მძიმე წნეხის და შანტაჟის მცდელობა განხორციელდა. ქართულ ოცნებაში კი მომხდარს ინსცენირებად მიიჩნევენ. ბოლნისის მაგალითზე შანტაჟის სცენას დგამენ. იმდენად სუსტი კანდიდატი ყავთ, ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა არავის ჭირდება. განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა. ქართული ოცნება გამარჯვებისთვის ემზადება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების უარყოფის პოლიტიკამ მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც, რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ, თუმცა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად არჩევნები დროულად ტარდება. 4 ოპოზიციური პარტიიდან 2, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. ქართული ოცნება არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზადება. ასეთია ქვეყნის მმართველი პარტიის განწყობა და შალვა პაპუაშვილის განცხადება. როგორია საარჩევნო გარემო, რა პირობებში უწევთ პარტიებს მოსახლეობასთან შეხვედრა, ამაზე ჩვენ პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ გერმანიის ელჩის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩიც დაიბარეს. გერმანიის ელჩთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ დიპლომატის დაბარება არის დიპლომატიური ზომა, როცა საქართველოში მოქმედი ელჩი უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს. ბრიტანეთის ელჩის შემთხვევაში მასთან საუბრის შინაარსი ოფიციალურად არ გასაჯაროებულა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან მიმართვა საქართველოს ისტორიაზე საუბრი დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია აქვს. მისივე განცხადებით ის წარმოადგენს ქართულ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. და კიდევ ორი ამბავი ძალიან მოკლედ, დაპატიმრებული პედაგოგის ნინო დათაშვილისადმი სოლიდარობის მარში გაიმართა დღეს თბილისში, მასწავლებლები მასწავლებლისთვის ამოწოდებით პედაგოგებმა დათაშვილის პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს და გათავისუფლება მოითხოვეს. რეგიონული მედიის წარმომადგენლები კი გორის ცენტრში შეიკრიბნენ და მზია ამაღლობელის პატიმრობა დაგმეს. ჟურნალისტები მედია მენეჯერის, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მე ვუერთდები მათ მოთხოვნას. ყველა ხსენებულ საკითხზე ვიმსჯელებთ დღეს გადაცემაში, თუმცა მთავარი აქცენტი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გვექნება. დღეს ჩვენი სტუმრები არიან პოლიტიკოსები: ნიკა ჩერქეზიშვილი, ძლიერი საქართველოს ლელოს პოლიცსაბჭოს წევრი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში. ვიკა ფილფანი, გახარია საქართველოსთვის პოლიცსაბჭოს წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში. და ლაშა ფარულავა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრი. ასევე საინტერესო იქნებოდა გამარჯვებაში დარწმუნებული ქართული ოცნების საარჩევნო სტრატეგიის გაცნობა ჩვენი მაყურებლისთვის, თუმცა მმართველი პარტიიდან გადაცემაში მონაწილეობაზე უარი გვითხრეს. საუბარს კი დავიწყებთ ნიკა ჩერქეზიშვილთან. შემოგვიერთდა ბატონი ნიკა პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. ბატონო ნიკა, თავდაპირველად მინდა შეფასება გთხოვოთ იმ ფაქტის, რომელიც თქვენი მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენმა მაყურებელმა ცხადია უკვე იცის, რომ ძლიერი საქართველოს ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასაბ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი გუნდის შეფასებები, თუმცა გთხოვთ ჩვენი მაყურებლისთვის უფრო მეტი გვითხრათ, რა მოხდა რეალურად. ქართული ოცნების დეპუტატმა, მაგალითად ირაკლი ქადაგიშვილმა, ბოლნისის მაგალითზე თქვა, რომ ეს უფრო თვით შანტაჟის სცენა იყო, თვით შანტაჟის სცენას დგამენ, იმდენად სუსტი კანდიდატები ჰყავთო. მოკლედ როგორია თქვენი განმარტება მომხდართან დაკავშირებით? ქართული ოცნების წარმომადგენლის განცხადება არის ძალიან არასერიოზული, ამას მე მგონი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება. რეალურად მოხდა ის, რომ ჩვენს წარმომადგენელს ჯერ მივიდნენ მასთან და სცადეს მისი მოსყიდვა, შესთავაზეს გარკვეული თანხა
რაზეც მან განაცხადა ჩვენთან, ჩვენს კოალიციაში, პარტიაში მოვიდა თქვა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ამის შემდეგ სავარაუდოდ კიდევ უფრო დაამძიმეს მოქმედებები და კონკრეტულად ძნელია თქმა და ჩვენ სპეკულაციებს არ დავიწყებთ რა მოხდა, მაგრამ დიდი ალბათობით ის დააშინეს, იმიტომ რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ დაკარგული იყო ადამიანი და ვერსად ვერ პოულობდით, ურეკავდით, ვერ უკავშირდებოდით, თუმცა მისგან როგორც გითხარით იყო ინფორმაციის მოწოდება, რომ ცდილობდნენ მის მოსყიდვას. როცა ვერ მოისყიდეს და ამას ვერ მიაღწიეს, ამის შემდეგ მოხდა მასზე ზეწოლა, ძალიან რთულია ადამიანზე ილაპარაკო, როცა მის ტყავში არ ხარ ნამყოფი, არ ვიცით რითი დაიმუქრნენ, როგორ დააშინეს ადამიანი, რა უთხრეს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენმა თანამებრძოლმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არის ჩვენი პარტიის წევრი და თანამებრძოლი, მიიღო ესეთი გადაწყვეტილება და მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. ბრძოლის ველი არის ძალიან მძიმე, ზოგადად პოლიტიკური, თუმცა ჩვენი კოალიცია არის ამ ბრძოლაში, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, ამიტომ ველოდებით მსგავს ქმედებებს, ალბათ იქნება კიდევ ზეწოლები, დაშინებები, ამ ეტაპამდე არსებული მდგომარეობა რომ გავაანალიზოთ, ბატონიკა, აი ამ მომხდარიდან, ეხლა თქვენ კი გადადიხართ ლოგიკურად ამ საკითხზე, მაგრამ აი სხვა რეგიონებში რა მდგომარეობა, რა თავგადასავლები, რა ისტორიები, აი უშუალოდ ამომრჩეველთან კომუნიკაციისას რა ხდება, იმიტომ რომ სატელევიზიო კამერები, როცა გახლავთ, მეტნაკლებად აქ ერიდებიან ხოლმე ხელისშემშლელ პროცედურებს. აბსოლუტურად არ გვერიდებიან, მინდა გითხრათ. რა მდგომარეობას და კონკრეტული მაგალითები თუ შეგიძლიათ რო გითხრათ. პასუხობ. კონკრეტული მაგალითით პასუხობ ზუსტად ეხლა ჩვენ გვაქვს ღონისძიება ნაძალადევში, როგორც თქვენ განაცხადეთ, მე ვარ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და აი ამ ღონისძიების წინ მოგვიგზავნეს ტიტუშკები, მოვიდნენ, იგინებიან, ილანძღებიან. Ну აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ქვეყანა, რომ უბნელს უპირისპირდება, თბილისელი თბილისელს უპირისპირდება, საზოგადოება საპირისპირებენ ერთმანეთთან. პოლიცია მოვიდა, კი ბატონო, მაგრამ გადაკოცნეს, აი პირდაპირ მნიშვნელობით ხელი ჩამოართვეს და გადაკოცნეს ეს ადამიანები, სავარაუდოდ არიან მათი ნაცნობები. პოლიცია აბსოლუტურად არ რეაგირებს ეგეთ ფაქტებზე, არაერთი ესეთი შემთხვევაა, როცა ტიტუშკები მოდიან და ცდილობენ რომ პროვოკაციები მოაწყონ, ილანძღებიან, იგინებიან, მაგრამ მათი მიმართულებით არანაირი სამართლებრივი ღონისძიებები არ ხორციელდება. სამაგიეროდ ხორციელდება სხვა ადამიანების მისამართი და ესეთიც უამრავი ფაქტია დამერწმუნებით. კი ბატონო. აი კონკრეტულად დღეს მოხდა ესეთი ფაქტი. ასევე ძალიან თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კომისიის წევრებზე მუდმივად ხორციელდება ფსიქოლოგიური წნეხი, რომ ამ ადამიანებმა უარი თქვან საარჩევნო უბნებზე ყოფნაზე და მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ თბილისის მასშტაბით აბსოლუტურად ვინარჩუნებთ ჩვენს ძირითად ბირთვს, ჩვენ შემადგენლობას, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში არიან მოწყვლადები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენმა კოალიციამ, ლელო ძლიერმა საქართველოს სრულად დააკომპლექტა საარჩევნო უბნები, ჩვენ აბსოლუტურად ათვისებული ყავს ჩვენი ვერტიკალი და მთელი შეგნებით, მთელი გააზრებით, მთელი ენერგიით ვართ ამ ბრძოლაში და არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ იქნება კიდევ დაშინების მცდელობები, ზეწოლის მცდელობები, აგერ ეხლა ნებისმიერ კარდაკარზე რო დავდივართ, ანუ მცდელობა რო გვაქვს, უკან დაყვება 3 და 4 სუსის მანქანა და გვიღებენ ფოტოებს, არ ვიცი რა შეჭირდებათ ეს ფოტოები, სავარაუდოდ ამას აკეთებენ, იმიტომ რომ დააკომპლექსონ, დააშინონ მოსახლეობა, ვინც ჩვენ გვესაუბრება, გველაპარაკება, რომ აი გიყურებ, გითვალთვალებ და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი დაიღალა ხალხი უკვე. აი ამ ყველაფრით. ბატონო კი ბატონო, კონკრეტული კითხვებით გავყვეთ თუ შეიძლება. კი ბატონო, არ არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია ამჯერად ალბათ ამეთანხმებით. თქვენ აღმოჩნდით ასევე პროევროპული ოპოზიციური პარტიების პირისპირ ამ ბრძოლაში და ასე მოხდა და ისევ დაპირისპირების რეჟიმში ხართ, არ შედგა ერთობა ბოიკოტის ირგვლივ, ამას უყურებს საზოგადოება. გვითხარით თუ შეიძლება რა შეცვლის საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამომრჩევლებისთვის თქვენი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში? აი რატომ უნდა მივიდნენ ისინი საარჩევნო უბნებზე? თქვენ რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი მაშინ, როდესაც აბსოლუტურად საპირისპირო აგიტაციასაც ისმენენ და მათ არ წმუნებენ, რომ დღეს ამ არჩევნებში მონაწილეობა ქართული ოცნების საქმის გაკეთებაა? მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება საბოლოოდ მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას
ეროვნული გონი ჩვენი ქვეყნის გაიმარჯვებს. ჩვენ აბსოლუტურად არავის არ დავპირისპირები ვართ. თქვენ თქვით რომ დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ყველა განსხვავებულ პოზიციას. ეს შეიძლება იმ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის, შეიძლება სხვა პროდასავლური პარტიების მხრიდან. ჩვენ არასოდეს არავის არ ვაკრიტიკებთ, პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს, მათ არჩევანს, როგორ იბრძოლონ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ განწყობილები, ჩვენ ერთადერთი ვართ განწყობილი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. და აი ამ მიმართულებით მივდივართ, ამ ბრძოლაში ვართ და თქვენ თქვით რომ ეს არის არჩევნები. ხო, ეს არ არის არჩევნები. ეს არ არის კლასიკური გაგებით არჩევნები, ეს არის ბრძოლის ველი, ისეთივე ბრძოლის ველი, როგორიც არის პროტესტი. პროტესტიც დაამძიმეს, არაერთი კანონი შეცვალეს, იქაც რთულია პოზიციონირება, ისევე მოიხსნენ საარჩევნო მიმართულებით. ორივე მხრივ ქართული ოცნება ახორციელებს ზეწოლას და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ როგორც ქუჩაში. უნდა იყოს სახალხო ეროვნული პროტესტი და არა პარტიული პროტესტი. ჩვენ არასოდეს არ ვეცდებით რომ ეს სახალხო ეროვნული პროტესტი რაღაც პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებაროთ, არასოდეს არ მოვახდენთ ამ პროტესტის მონოპოლიზაციას და არ ვეცდებით მასზე რომ მოვახდინოთ ჩვენი ხმების კაპიტალიზაცია. პირიქით, ჩვენ ვართ მისი შემადგენელი ნაწილი, ჩვენ მონაწილეობთ როგორც მშვიდობიან პროტესტში, ასევე მონაწილეობთ არჩევნებში, რადგან ვფიქრობთ რომ საზოგადოების ორივე ნაწილი უნდა გაერთიანდეს. ერთი ნაწილი რომელიც არის და მეორე ნაწილი, რომელიც ვერ მიდის გარკვეული მიზეზების გამო რუსთაველის გამზირზე, ესეთი უამრავი ადამიანია, ესენი არიან სოციალურად დაუცველები, ესენი არიან მასწავლებლები, ესენი არიან საჯარო მოხელები, ესენი არიან სამართალდამცავები. ამიტომ ყველა ადამიანს უნდა კონდეს არჩევანი. ჩვენი კოალიცია თქვენი ბრძოლის იზიარებს ორივე პოზიციას, როგორც არჩევნებს, ისე პროტესტს. ორივე გზა არის ჩვენთვის არჩევანი. გასაგებია, დიდი მადლობა პასუხისთვის, მაგრამ თქვენი მთავარი ბრძოლის იარაღი ახლა არის არჩევნები, ხომ? ამიტომაც მონაწილეობთ ამ პროცესში. რატომაც თქვენს პოზიციას არ იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები? ორივე არის ერთნაირად მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ამაში მე მგონი არავინ არის ერთნაირად მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ამაში არავინ გედავებათ. უბრალოდ სხვა პოლიტიკური პარტიები ამბობენ ახლა იმას, რომ რეალური მიზეზი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისა მუშაობს მაშინ თუ ქვეყანაში არის დემოკრატია. და ეს ფორმულა არის მომგებიანი, თუ ამორჩევლის უფლებები არის დაცული, თუ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ. თქვენი შეფასებით თქვენ ესეთი საქართველო გახსოვთ? ერთი წამი დავასრულებ და ვისაუბროთ. თქვენი შეფასებით რა შეიცვალა ამ მიმართულებით ქვეყანაში? რა განაპირობებს, აი თქვენი, თუნდაც თქვენი საარჩევნო სუბიექტის უფლებების დაცვის გარანტიას, თქვენ თვითონ საუბრობდით, ეხლა რა წინააღმდეგობებს აწყდებით ძალადობრებს მათ შორის, ხო? ან რა გაუმჯობესდა ქვეყანაში რაიმე ცვლილება სასიკეთოდ საარჩევნო გარემოს, ინფრასტრუქტურის, კანონმდებლობის მიმართულებით თუ გვეტყვით რაიმეს, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა სწორი გზა დღეს ბრძოლის. ქართულმა ოცნებამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, ქვეყანა მოსწყვიტა ევროინტეგრაციის კურსს, იძალა თავის მოქალაქეებზე, იძალა ადამიანებზე, ყავს არაერთი პოლიტიკური პატიმარი, ბუნებრივია ამან გააჩინა საზოგადოებაში მათ მიმართ წინააღმდეგობა, რამაც გამოიწვია მათი ელექტორალური რღვევა და ახლა კახა კალაძის მხარდაჭერა თბილისში არ აღემატება 25%-ს. ჩვენი კოალიცია სვამს კითხვას, ძლიერი საქართველო ლელო, როცა კახა კალაძეს აქვს თბილისში არაუმეტეს 25%-იანი მხარდაჭერა. რატომ უნდა დავუთმოთ მას სრულად 100%? აი ძალიან რაციონალური კითხვაა და ამ კითხვას უსვამთ მოსახლეობას. კი ბატონო, აი რაციონალური კითხვა ისიც გამარჯვების რა შანსი გაქვს? კი ბატონო, აი გამარჯვების რა შანსები ძალიან დიდი შანსი გვაქვს, გამარჯვების ძალიან სოლიდური შანსი გვაქვს, თუ საზოგადოება მობილიზდება, ორგანიზდება, 4 ოქტომბერს მოვა არჩევნებზე და დაუპირისპირდება ქართულ ოცნებას. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობთ. ჩვენ გვექნება ვიდეო კამერებიც ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც დავაკვირდებით ყველაფერს, თვითოეულ დარღვევას, გვეყოლება ხალხის საარჩევნო უბნების გარეთ, ასევე საარჩევნო უბნებზე იქნებიან ჩვენი კომისიის წევრები, ჩვენი წარმომადგენლები. ძალიან კარგად გვესმის, რომ ქართული ოცნება ყველაფერს იზამს, რომ გააყალბოს, რადგან მას სხვა გზა არ რჩება, როგორც გითხარით, მათ თბილისში აქვს 25%-იანი მხარდაჭერა, ყველაფერს იზამენ, რომ ეს არჩევნები გააყალბონ, მაგრამ ეს არის ბრძოლა, როგორც თქვით.
და ამ ბრძოლაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უარის თქმა. კი ბატონო, აი ამ მრჩეველთან პირისპիր კომუნიკაციის არ უნდა მისცეს შესაძლებლობა რომ საქართველოში მოკლას პოლიტიკა. ბატონიკა, ამ მრჩეველთან საქართველოში მოკლას პოლიტიკური პროცესი. კი ბატონო, აი პირისპիր კომუნიკაციისას ამ მრჩეველთან, აი ამ პროცესში, ეხლა წინა საარჩევნო აგიტაციის პროცესში, თავარი სათქმელი მაინც რა არის და რა განწყობებია ხალხში? რას ფიქრობს მაგალითად ის კატეგორია ამომრჩევლებისა, რომლებიც იყვნენ თქვენი მხარდამჭერები, გასული არჩევნების შედეგებს გულისხმობ, მაგრამ დავუშვათ თეორიულად ისინი ახლა არ იზიარებენ თქვენს ბრძოლას და უფრო მართებულად მიიჩნევენ ბოიკოტს შეერთებოდით. ცხადია არსებობს ხო სხვადასხვანაირად განწყობილი მოსახლეობა. აი ამ ადამიანებთან რა არის თქვენი სათქმელი? სათქმელი არის ერთი, რა უნდა იყოს სათქმელი, რომ ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში, ეს არის ჩვენი გააზრებული სახელმწიფოებრივი ეროვნული პოზიცია, როგორც ჩვენს რიგებში გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ამ პოზიციას არ იზიარებს და ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, ისევე გამოჩნდნენ ესეთი ადამიანები იმ კოალიციებში, იმ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც თქვათ მხოლოდ ბოიკოტის გზას ირჩევენ. იქაც 30% დაახლოებით მათი ამომრჩევლის შესაძლოა მეტიც იზიარებს იმას, რომ მათმა პარტიებმა უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ ეს ჩვეულებრივი პროცესია, მიმდინარე პროცესია არჩევნებამდე დარჩენილია 10 დღე და ამ დღეს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ მობრძადნენ 4 ოქტომბერს და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური ნება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო, ბატონიკა, ბოლო კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ, 4 ოქტომბერი მოლოდინები ამ თარიღთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არჩევნების მიღმა გულისხმობ რუსთაველზე აქციას, თქვენ ბრძანეთ, რომ ერთი სტრატეგიის ერთი ნაწილი თქვენი არის არჩევნებში მონაწილეობა და მეორე აქციაში წინააღმდეგობის მოძრაობაში მუდმივად ყოფნა. განსხვავებული მოლოდინები არსებობს, ხელისუფლება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ელოდება ძალისმიერ რევოლუციას, ისინი ამბობენ, ამას კითხულობენ სწორედ ოპოზიციის განცხადებებში. თქვენ სად იქნებით, თქვენი გუნდი სად იქნება და აი თქვენი მოლოდინი როგორია? 4 ოქტომბერს უკავშირდება თუ არა რაიმე ტიპის რისკები აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის? ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველო ლელო 4 ოქტომბერს იქნება საარჩევნო უბნებზე და იბრძოლებს თითოეული მოქალაქეს ხმის დასაცავად. ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და ასევე ჩვენი კოალიცია იქნება ქართველი ხალხის გვერდით ყველგან, სადაც მთავარი მოთხოვნა იქნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, გენერალური ბრძოლა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რისთვისაც ვართ ამ პროტესტში. ეს არის იმ პროტესტის მოთხოვნა, რომელსაც ყოველთვის ქართულ ხალხთან ერთად შეუერთდებით ჩვენ. დანარჩენი ჩვენ 4 ოქტომბერს ვიქნებით საარჩევნო უბნებზე და როგორც გითხარით, დავიცავ თითოეული მოქალაქის ხმას, რომელიც მოვა, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მისცეს ხმა და გამოხატოს საკუთარი პოზიცია. კი ბატონო, აი ვისარგებლებ შემთხვევით ბატონიკა თქვენი დროითაც დიპლომატებთან დაკავშირებით მინდა გავაცნო მაყურებელს თქვენი მოსაზრება. ჩვენ ვხედავთ ხომ, დაიბარეს გერმანიის ელჩი, შემდეგ დაიბარეს ბრიტანეთის ელჩი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არ ვიცით, ხო არ გასაჯაროებულა, მაგრამ ვიცით, რომ საკმაოდ უხეში საყვედურის ტონი იყო ფიშერთან დაკავშირებით და მას ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ. თქვენ როგორ შეაფასებთ? დიპლომატებთან დღეს რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას და ეს სამომავლოდ საქართველოს ურთიერთობის გზაზე ევროკავშირთან, ევროპის ქვეყნებთან რა ტიპის ბარიერები შეიძლება ამან შექმნას? გერმანია არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ევროკავშირში, ჩვენი ქვეყნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მეგობარი და პარტნიორი, ამიტომ მის წინააღმდეგ გახორციელებული ეს ქმედებები პირდაპირ აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას მიზნად აქვს, რომ საქართველოს შეუწყდეს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი. ყველაფერს აკეთებენ. ამისთვის იყო არაერთი მოთხოვნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც მიზანმიმართულად არ შეასრულეს. ახლა ამგვარ ქმედებებს ახორციელებენ, რადგან საბოლოოდ მოწყვეტონ ეს ქვეყანა ევროპულ კურსს. მიზანი არის ეს და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ძალიან მარტივია, ძალიან ხელშესახებია, არანაირი შეიარაღებული თვალი ამის დანახვას არ ჭირდება. მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, რომ ქვეყანა მოწყვეტონ დასავლეთს.
კი ბატონო, აი ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით ხო არა გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რაც შეიძლება მედიისთვის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. ხომ არ შეიძლება ეს უკავშირდებოდეს და ამ მიმართულებით დაისვა კითხვები ბრიტანეთის მხრიდან ოფიციალურად მოსალოდნელ სანქცირებაზე გაკეთებულ განცხადებას. თქვენ რას უკავშირებთ, თუ მაგალითად გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, აი ეტაპ-ეტაპ იძაბებოდა ურთიერთობა ბრიტანელ დიპლომატთან დაკავშირებით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი? იგივე, აბსოლუტურად იგივე მიზეზი არის, არანაირი განსხვავება არ არის. ბუნებრივია, რომ ისინი ცდილობენ, რომ თავის ამომრჩეველს, თავის ელექტორატს, სადაც ელექტორალური ღვევა აქვს დაწყებული, რომ რაღაცა მაპატიეთ გამოხატვისთვის და კუნთები დაანახონ, თითქოს რაღაც შეუძლია, თითქოს მათ ვიღაც ელაპარაკებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, მათი შეურაცხყოფა არის ეს, მათი უპატივცემულობა არის, ეს არის არადიპლომატიური მოქმედება და შესაბამისად ყველაფერს აკეთებენ, როგორც უკვე ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყანა მოწყვიტონ დასავლეთს. ეს ყველა ქმედება მათი არის მიმართული ამისკენ და ამას აკეთებენ ძალიან ცივსისხლიანად. იმიტომ რომ ისინი ემორჩილებიან და ემსახურებიან რუსეთს და ჩვენი ხელისუფლება არის რუსეთის მსახური ხელისუფლება. ქართული ოცნების ხელისუფლება არ ემსახურება ქართულ ხალხს და ქართული ხალხის ინტერესებს. კი ბატონო, ბატონიკა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვიცით რომ ეხლა ძალიან გადაძაბული დღის გრაფიკი გაქვთ. მადლობა. ნიკა ჩერქეზიშვილი, ძლიერი საქართველო, ლელოს პოლიცსაბჭოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ ვიკა ფილფანი, გახარია საქართველოსთვის პოლიცსაბჭოს წევრი, მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში. ქალბატონი ვიკა უკვე არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის. იმედი მაქვს, კარგად გესმით ჩემი ხმა. საღამო მშვიდობის, მადლობა დროის დათმობისთვის. ქალბატონო ვიკა, აი ამ არჩევნებზე განსაკუთრებით უჩვეულო მოცემულობა შეიქმნა. წელს თქვენ და პარტია ძლიერი საქართველო ლელოს ძალისხმევის დახარჯვა გიწევთ იმ მიმართულებითაც, რომ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები უნდა დაარწმუნოთ ბოიკოტის არარაციონალურობაში. რომ არჩევნებზე უარის თქმას ხმის მიცემა სჯობს ნებისმიერი ოპოზიციონერი კანდიდატისთვის. აი რა გამოწვევა ეს თქვენთვის და რა გავლენას ახდენს თქვენს საარჩევნო კამპანიაზე შექმნილი რეალობა? ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან და განსხვავდება პირველ რიგში იმით, რომ ეს არის არჩევნები, როდესაც ერთი თვის განმავლობაში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ინტერესდება პოლიტიკით, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ შემთხვევაში ეს არჩევნები ეხება უშუალოდ მათ პირად პრობლემებს და ადამიანები, ვისაც ხმას აძლევენ, ესენი არიან ადამიანები, ვისთანაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ მივიდნენ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ის პასუხისმგებლობა მოკითხონ, რომელსაც თავად აძლევენ და ანიჭებენ ამ ხმის მიცემით. რა თქმა უნდა, მეორე მხრიდან ართულებს საქმეს ის, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით და ვასწავლით, რომ არჩევნებზე უნდა მივიდნენ და დღეს ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. არჩევნები არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება და ეს არჩევნები არის კონსტიტუციით დანიშნული არჩევნები. რაც არ უნდა მომხდარიყო საქართველოში, ეს არჩევნები მაინც ჩატარდებოდა. ამიტომ მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში უკეთესადაც კი იაზრებენ, რომ მათ აქვთ ერთადერთი ბერკეტი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის და ეს არის არჩევნები და არჩევნების გზა. რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან რთული იყო მთელი ეს პროცესი, იმიტომ რომ ერთის მხრივ გვიწევდა გამკლავება ქართული ოცნების პროპაგანდასთან და მეორეს მხრივ გვიწევს გამკლავება აი ამ ემოციურ და ამ ფსიქოლოგიურ წნეხთან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ახორციელებს დანარჩენი ოპოზიცია, თუნდაც ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების წინააღმდეგ და თუნდაც ამორჩევლების წინააღმდეგ. პირველ რიგში ვიტყვი ასევე იმას, რომ ამორჩეველი არავის საკუთრება არ არის. ქართული ოცნება საკუთარ ამორჩეველს სამწუხაროდ უყურებს მის საკუთრებად, ისევე როგორც უყურებს ყველა ქართული ოცნების წევრს. რითაც პრინციპში ჩვენ უნდა განსხვავდებოდეთ ქართული ოცნებისგან, ამიტომ ვიტყვი იმასაც, რომ არც ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი არ არის ნაციონალური მოძრაობის პირადი საკუთრება, არც ჩვენი ამორჩეველი არ არის ჩვენი პირადი საკუთრება და ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამორჩეველი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ღირებულება და ამორჩევლებს უნდა ქონდეთ არჩევნის საშუალება, თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, ქალბატონო ვიკა, რომ თქვენ გაქვთ იმედი, მაგალითად, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები, რომლებსაც ეუბნებიან, რომ არა, თქვენ არ უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მათ აქვთ განსხვავებული განწყობა, შეიძლება თქვენი ამომრჩეველი გახდეს? ამაზე გაქვთ გაკეთებული და არის ეს განწყობა? რა თქმა უნდა, ისევ
რა თქმა უნდა, ისევ როგორც ქართული ოცნების ამომრჩეველი, იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან, ბევრი მათგანი პროპაგანდის მსხვერპლია, ბევრი მათგანი მუქარის მსხვერპლია, ისევ როგორც ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ქართულ ოცნებას წავართვათ ამომრჩეველი, ასევე გვაქვს იმის იმედი, რომ ადამიანები, რომლებიც ეხლა ის პარტიები არ გადიან არჩევნებზე, რომელსაც ამდენი ხანი უჭერდნენ მხარს და მათ ამომრჩეველს უბრალოდ ვერ გააგებინებს, რატო არ გადიან არჩევნებზე, ეს ადამიანებიც ახლა მე ყოველდღიურად დავდივარ ქუჩაში, ხვდები ადამიანებს და ხვდებიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ ხვდებიან ის პარტიები რატო არ გავიდნენ არჩევნებზე, რომელსაც ამდენი ხანი აძლევდნენ ხმაზე. შესაბამისად, ეს ადამიანები რა თქმა უნდა აპირებენ არჩევნებზე წასვლას, ბევრი მათგანი აპირებს ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმის მიცემას ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც ამ ეტაპზე მე მგონია ყველაზე სწორი სამოქალაქო პოზიცია. თქვენ მაჟორიტარად წარდგენისას ასეთი რამ თქვით, რომ აი ბრძოლაში შესვლას სიმამაცე სჭირდებაო. თუ შეიძლება უფრო მეტი რომ გითხრათ, რა ან ვინ არის დღეს თქვენთვის მთავარი გამოწვევა? ეს არის ქართული ოცნება, ეს არის ოპოზიცია, რომელსაც ნაწილობრივ ვისაუბრეთ, რომელთანაც დაპირისპირებაში აღმოჩნდით, თუ ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ რეალურად თქვენ არჩევნებში მონაწილეობით ქართულ ოცნებას ეხმარებით? გეტყვით მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, რომ კი, ნამდვილად, როდესაც ბრძოლა არის უთანასწორო, როდესაც ვიცით, რომ საარჩევნო კანონმდებლობაც არ გიწყობს ხელს იმისთვის, რომ სამართლიანად იბრძოლო ამ ბრძოლაში, მაშინ როდესაც გარემო არის უკიდურესად გარადიკალიზებული, უკიდურესად დაძაბული და ყველა მხრიდან ხარ შეტევის ობიექტი, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში შესვლა სჭირდება სიმამაც. ბოიკოტი შესაძლოა ყოფილიყო გაცილებით კომფორტული, თუმცა მე მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკოსების პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ. ნამდვილად, თუ ყველაფერი იდეალურად იქნება ჩვენს ქვეყანაში, კანონის უზენაესობა იქნება, საარჩევნო გარემო იქნება ძალიან კომფორტული, ყველა შეუძლია რომ შევიდეს არჩევნებში. შესაბამისად, მე შემიძლია კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ გავიმეორო დარწმუნებით, რომ აი ესეთ უთანასწორო ბრძოლაში შესვლას ნამდვილად სჭირდება სიმამაცე და ამ ყველაფერს ამძიმებს, რა თქმა უნდა, ყველა ის ფაქტორი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. პირველი, ქართული ოცნების ცდელობა და მუდმივი დაშინება მოქალაქეების მიმართ, ამომრჩევლის მიმართ და ის საარჩევნო პირობები, რომელსაც ის გვიქმნის, აი ეს არ არის პირველი არჩევნები, სადაც ქართული ოცნება ამას აკეთებს, უკვე მრავალი არჩევნები ამას აკეთებს დაშინების ხარჯზე და მოსყიდვის ხარჯზე, ცდილობს რომ დააბინძუროს წინა საარჩევნო გარემო. მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ეუბნებიან მოქალაქეებს და ამომრჩევლებს, რომ არჩევნებზე წასვლა არის ქართული ოცნების მიმართ ლეგიტიმაციის მინიჭება, რაც სრულიად აბსურდია, იმიტომ რომ 5 ოქტომბერს არავინ არ იქნება ლეგიტიმური და ქართული ოცნება ისევ არალეგიტიმური იქნება, ამიტომ ვინმეს თუ გონია, რომ საქართველოს მოსახლეობაზე უფრო ჭკვიანია, მე ვეტყოდი, რომ არ არის უფრო ჭკვიანი, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას და მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმით და ძალიან კარგად იციან, როდის ვის მიენიჭონ ლეგიტიმაცია. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციას ხდის გაცილებით უფრო რთულს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ ამ უთანასწორო ბრძოლაში, იმიტომ რომ კი ამას სჭირდება დიდი ძალისხმევა, დიდი გამბედაობა, მაგრამ მე ზურგს მიმაგრებს ის, რომ ჩემი მოქალაქეები, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არ დავტოვო მარტო ქართულ ოცნებასთან, არ დავტოვო მარტო რეჟიმთან და როდესაც მათ ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტად მათ სურთ და ყველაზე იმედგაცრუებულები არიან, მაშინ უნდა იყოს ოპოზიცია მათ გვერდით და მაშინ უნდა იბრძოლოს ვიღაცა მათი სახელითაც. თუ გავიხსენებთ, აი ქვეყანაში არიან ადამიანები, აქ ოპოზიციას და არა მხოლოდ ოპოზიციას, ბევრი პრეტენზია ჰქონდა ცესკოსთან და ზოგადად ქართულ ოცნებასთან. მაყურებელს მე უბრალოდ გავახსენებ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მაგალითად 2024 წლის 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვდა შესაბამის ოლქებში ყველა იმ უბნის შედეგების ბათილაცნობა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. თქვენ რა თქმა უნდა ჩემზე უკეთ იცით ეს შემთხვევები, ასეთი უბანი იყო 2263. მოკლედ, ბევრი პრეტენზია დააგროვდა კანონში ცვლილებებიდან დაწყებული, ბიულეტენის ხარისხთან დაკავშირებული, ფარულობის დარღვევა და ამ შემდეგ. ახლანდელ მოცემულობაში, ახლანდელ ვითარებაში ამას ემატება ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიების ვერ და არ მონაწილეობა პროცესში. მე მაქვს ასეთი კითხვა თუ შეიძლება. თქვენს გუნდს ახლა აღარ აქვს ეს პრეტენზიები, რა მიმართულებით გაუმჯობეს ამ მდგომარეობა და თქვენ ახლა რაზე გაქვთ გამახვილებული აქცენტები, სად შეიძლება დაირღვეს ამომრჩევლის უფლება ან თქვენი როგორც საარჩევნო სუბიექტის უფლება?
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთი მიმართულებით სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, პირიქით გაუარესდა კიდეც, მიუხედავად გაუარესებისა, ჩვენ მგონია, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ ხალხი არ შევატოვოთ ქართულ ოცნებას მარტო. შარშან სანამ იქნებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ერთი წლით ადრე გვქონდა საუბარი დაწყებული იმაზე, რომ ქართული ოცნება ემზადებოდა არჩევნების გასაყალბებლად, სადაც ასევე არაერთ ბრიფინგზე გვითქვამს, რომ პირადობების საკითხით აპირებდა ის манипуლირებას. არაერთი საჩივარი გვაქვს ჩვენ შეტანილი ამ თემაზე, ასევე იმ აპარატებზეც მათ შორის თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ამაზე ჩვენი გუნდის პოზიციაც. შესაბამისად, დღესაც გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს პრეტენზიები, ჩვენ ყველა ეს პრეტენზია, რაც თქვენ ჩამოთვალეთ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, თუმცა ეს არ გვაძლევდა ჩვენ არანაირად იმის ფუფუნებას და იმის მოცემულობას, რომ ჩვენ გვეთქვა ვარი ამ ბრძოლაზე, იმიტომ რომ ჩვენ გონია ეს ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი და არ ვფიქრობთ, რომ ამის გამო ყველაფერი ვაჩუქოთ ქართულ ოცნებას. პრობლემები ისევ არ დადგება? მსგავსი პრობლემები, რა თქმა უნდა, ისევ დადგება, ისევ ქართული ოცნება ისევ შეეცდება, რომ გააყალბოს, ისევ შეეცდება მოახდინოს манипуლაცია, ისევ შეეცდება, რომ პირადობებით, სხვის პირადობებით სხვა ადამიანები მიიყვანოს და ხმა მიაცემინოს, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ იმ ადამიანების ხმები, რომლებიც არჩევნებზე მივლენ, იყოს დაცული და რაც მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, რა თქმა უნდა, გაყალბების მაჩვენებელიც იქნება გაცილებით უფრო შემცირებული. ამას ხელს უწყობს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც არჩევნებზე არაპირებს მისვლას. ვინც არჩევნებზე არაპირებს მისვლას, მინდა უთხრა წინასწარ, რომ მათი ხმები ავტომატურად იქნება ქართულ ოცნებაზე მიწერილი, რაც რა თქმა უნდა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი მინდა რომ გავიგოთ თქვენგან, აი რას ნიშნავს მიწერილი? როგორ აღმოჩნდება იმ ადამიანის ხმა ქართული ოცნების ყულაბაში, ვინც არ მივა მაგალითად საარჩევნო უბანზე? ხო, როგორც ჩარჩან მაგალითად ადამიანები, ვინც არ გამოცხადენ და არ წავიდნენ არჩევნებზე, არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ სახლებიდან არ გამოუშვეს არჩევნებზე და მათი პირადობებით სხვა ადამიანები მივიდნენ, ხო? ან პირადობებით, ან პირადი ნომრებით და გამოართვეს და არ ქონდათ საშუალება მის დამადასტურებელი. კი, არ ქონდათ საშუალება, ან მათი პირადობის ნომრით ქონდათ გაყალბებული პასპორტები, რომლითაც მივიდნენ. ამიტომ რამდენი ადამიანიც მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ქართული ოცნების წინააღმდეგ, იმდენი ხმა იქნება დაცული ოპოზიციის მხარეს და იმდენ ხმას ვერ მიითვისებს ქართული ოცნება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ეს შეეცდება კიდევ ერთხელ ქართული ოცნება, რომ გააყალბოს არჩევნები, კიდევ ერთხელ გამოიყენებს ყველა იმ მეთოდს, რომელსაც აქამდე იყენებდა, თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვარი ვთქვათ ამ ბრძოლაზე, იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთხელ ერთ გაყალბებულ არჩევნებზე უფრო მძიმე თუნდაც იქნება ორი გაყალბებული არჩევნები და მეორე ხალხმა და საზოგადოებამ მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ რომ ესეთ რთულ ვითარებაშიც ესეთ უთანასწორო ბრძოლაშიც ჩვენ არ უნებდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას მანამდე სანამ ამ ქვეყნის მოქალაქეების ხმა არ იქნება გათვალისწინებული. მაგრამ ორი გაყალბებული არჩევნებით როგორც თქვენ ბრძანეთ თუ ეს ასე მოხდა რას მოიგებს ამ მომრჩეველი და ქვეყანა? შეიძლება ეს სტატისტიკისთვის, შეიძლება ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რაღაც საერთაშორისო ანგარიშებისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და შემდგომი ბრძოლისთვის მაგალითად, რა ვიცი, საქართველოს საზღვრებს მიღმა, მაგრამ აი რიგითი ადამიანები, ჩვენ, ნებისმიერი პარტიის გულშემატკივარი, რას მოიგებს ამით? ეს ანუ რაზეა გათვლილი? პირველ რიგში მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებზე მივლენ და ხმას ქართული ოცნების წინააღმდეგ მისცემენ და მათი არჩევანში დახვდება რეალური ოპოზიციაც, ეს ადამიანები მიხვდებიან, რომ მარტო არ არიან და ყოველ შემთხვევაში მათი მისვლით იქ დააფიქსირეს მათი პოლიტიკური ნება, გამოხატეს მათი პროტესტი. ყველა ეს ადამიანი ხო არ გადის აქციაზე, ან ყველა ამ ადამიანს არ სურს, რომ გავიდეს აქციაზე. მათ უნდა მიეცეთ აუცილებლად საშუალება, რომ მათი გამოხატვის ნებაც იყოს სადღაც, არსებობდეს სადღაც. ბევრი ესეთი ადამიანისთვის ეს გამოხატვის ნება, ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოხატვის ნება არის არჩევნები. პირველი რატომაც ჩემი არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ დავხვდეთ საარჩევნო ბიულეტენზე. მეორეს მხრივ, როგორც გითხარით, მე ყოველდღიურად ხვდები ადამიანებს ველზე. არ შემხვედრია ჯერ ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით ადამიანს ხვდები, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც კმაყოფილია ქართული ოცნების მმართველობით, ან არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, იმიტომ რომ იზიარებს ბოიკოტის შინაარსს. ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ შესაძლოა არჩევნების
მიმართ განწყობილი იყვნენ ნიჰილისტურად, იმიტომ რომ მათ უბრალოდ იმედი აღარ აქვთ, იმედი აქვთ გადაწურული, რომ მათთვის ვიღაცა რაღაცას გააკეთებ და მათ რეალურად ყავთ ამ ქვეყანაში ხალხი, რომელიც მათ პრობლემებს გააჟღერებს მიუხედავად ყველაფრიზე. ერთ-ერთი ჩემი мотиваცია არის სწორედ ეს, რომ ამ ადამიანებმა ამ არჩევნების შემდეგაც, ეხლაც და ამ არჩევნების შემდეგაც იცოდნენ, რომ ჩვენ ვდგავართ მათ უკან და ჩვენ ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ვიქნებით მათი უფლებების დამცველი. გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში, წართმეული ხმის უფლების შემთხვევაშიც და შევიწროების შემთხვევაშიც. ამ ადამიანებს ყოველდღიურად აწუხებთ ძალიან საბაზისოც და ეგზისტენციალურ პრობლემებს. აი, გავიხსენებ გუშინდელ შემთხვევას ლოტკინზე, როდესაც მოხდა გაზის აფეთქება, რომელზეც 2 დღის განმავლობაში შეტყობინება შედიოდა შესაბამის სამსახურში, რომლის თანამშრომლებით სამწუხაროდ იმის ნაცვლად, რომ დაკავებული ყოფილიყვნენ ამ პრობლემის მოგვარებით, დაკავებული იყვნენ სხვადასხვა მაჟორიტარი კანდიდატების შტაბებში აგიტატორებად. აი ესეთ დროს ძალიან რთულია ადამიანებს უთხრა, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ჩვენს გვერდით და ვერ გავაჟღერებთ ჩვენ პრობლემას და ვერ ვიბრძოლებთ მუნიციპალური პრობლემის მოსაგვარებლად, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა არ გვწამს ამ არჩევნების ან აზრი არ აქვს. პირიქით, აზრი ყოველთვის აქვს ბრძოლას, აზრი ყოველთვის აქვს პრობლემებთან შეჭიდებას, რაც უფრო მეტად რთულდება სიტუაცია და რაც უფრო მეტად უსამართლოა ბრძოლა, მით მეტად და ორმაგი мотиваციით და ორმაგი ბრძოლის უნარიანობით უნდა ვიბრძოლოთ ამ ადამიანებთან ერთად. კი ბატონო, ქალბატონო ვიკა, თქვენ ველზე მუშაობა ახსენეთ და ცხადია ეს თქვენი დღის წესრიგის ახლა საარჩევნო ფორმატში დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. საინტერესოა რა წინააღმდეგობები გხვდებათ, რა ბარიერი გხვდებათ. მაგალითად ბატონი ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობდა, რომ უშიშროების მანქანები დაგყვებიანო და ძალადობრივ წინააღმდეგობაზეც კი საუბრობდა. აი, როდესაც თქვენ აი ის შემთხვევებია განსაკუთრებით საინტერესო, როდესაც არაერთიანად პოზიციონირებთ, არამედ როგორც თქვენი პარტია ხვდებით პირისპირ მოსახლეობას. თქვენ თუ გრძნობთ რომ გითვალთვალებენ ან რაიმე ტიპის პროვოკაციები ყოფილა თუ არა. აი, მოკლედ, როგორია საარჩევნო გარემო, ამას მინდა რომ მივუბრუნდეთ. როგორც ყოველთვის უფრო დაძაბული და როგორც ყოველთვის ძალიან არადემოკრატიული, ხო, ეს მეთოდები, რასაც ეხლა იყენებს ქართული ოცნება არ ახალია, იმიტომ რომ ამას იყენებდა 2021-შიც და 2024-შიც. ჩვენ არა დაფარულად, არამედ ღიად დაყვებიან საპატრულო მანქანების და უშიშროების წარმომადგენლები და გვიღებენ ფოტოებს, როდესაც ხვდებით მოქალაქეებს და ვესაუბრებით მათ, ვინ გამოგვართვა პლაკატი, ვინ დაგველაპარაკა, ვინ გამოხატა კრიტიკა ქართული ოცნების მიმართ, ისინი იღებენ ხშირ შემთხვევაში ამის ფოტომასალას, რა თქმა უნდა, ყოველთვის არა, თუმცა როდესაც ხალხმრავალ ადგილებში გვაქვს შეხვედრა, ამას აკეთებენ. პირველ რიგში ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხალხი დააშინონ და ამ ხალხს უთხრან, რომ აი ჩვენ აქ ვართ და გაკონტროლებთ და გიყურებთ. ნუ მეორე მხრივ იქ არის რაღაც პლაკატების ჩამოხევა, ბანერების დახევა, ძალიან გვიჭირდა რეგიონებში ოფისების ქირაობა, იმიტომ რომ როდესაც შევთანხმდებოდით ამ ოფისების მეპატრონეებს, მეორე დღეს ისინი უკვე დაშინებულები ხვდებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში არიან ჯერ კიდევ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ქვეყანას დაკარგავენ, თუ ახლა არ იბრძოლებენ. შესაბამისად, ბევრ ადამიანზე ეს არ ახდენს გავლენას, ბევრ ადამიანზე რა თქმა უნდა ახდენს გავლენას. ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ, რომ აი ეს შიშის ფაქტორი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები დაუბრუნოთ შესაბამის სახეს, დემოკრატიულ სახეს და ამ ადამიანებს ხო კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ ისინი არ არიან თავისუფლები. ახლა სკოლის მასწავლებლებზეც ვიტყვი, ძალიან ხშირია, როდესაც სკოლის მასწავლებლებს ხვდები პირადად ჩემ სამაჟორიტარო ოლქში. სკოლის მასწავლებლები გადაქცეული ყავთ აგიტატორებად. ქვეყანაში სადაც სკოლის მასწავლებელს უბედავენ, რომ უთხრან ვის მისცეს ხმა ან რა გააკეთოს, ამ ქვეყანაში ხო განათლება ვერასდროს ვერ წავა წინ. ხო, ამ ქვეყანაში ეროვნულობაზე ლაპარაკი სეგმენტი, იმიტომ რომ სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე დაფასებული სეგმენტი უნდა იყოს, რომელსაც ვერავინ ვერ უნდა უბედავდეს, საერთოდ არჩევნებზე რა გააკეთოს, კი არა, ვის მისცეს ხმა, სად გამოვიდეს, ვერ უნდა უბედავდნენ ესენი ამ ყველაფერს. აი ამ მასწავლებლებისგან განსაკუთრებით მოდის ხშირ შემთხვევაში გაღიზიანება უკვე ამდენი წლის განმავლობაში, რომ არ დაანებეს თავი არაფრით მასწავლებლებს და მათი ყოველდღიურობა დღითიდღე უფრო მძიმდება, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეს სამიზნეში აქვს ამოღებული საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც გადაქცეული ყავს აგიტატორებად. ეს ამ ადამიანების ხარისხი გაიზარდა, თქვენი შეფასება როგორია? აი თქვენ ბრძანით, რომ გაბრაზება კი გაიზარდა, რომ ჩართული ყავთ ამ პროცესშიო, მაგრამ წინააღმდეგობის პროცესი თუ გაიზარდა, თუ ისინი როგორც მაგალითად გასული არჩევნების შემთხვევაში თუ მონაწილეობდნენ ამ აგიტაციებში,
ძალდატანებით გულისხმობ თორე რა თქმა უნდა ანუ ამ არჩევნებში ისინი ჩართული არიან ჩვეულებრივად ამ პროცესში რა თქმა უნდა არიან ადამიანები ვისაც წინააღმდეგობა გაიზარდა და ყელს შემოვიდა და უფრო მეტად გაბრაზებულია ქართულ ოცნებას რომ ერთხელ გაგვიბედეს ორჯერ გაგვიბედეს და კიდე რამდენჯერ უნდა გაგვიბედონ და პირიქით არიან ეხლა განწყობილი და ეხლა რომ კიდევ იგივე ნახეს და ამდენჯერ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი რა თქმა უნდა ისინი უკვე გაბრაზების ეტაპზე არიან გადასულები და მათი წინააღმდეგობა უკვე თუ ამდენი წელი ვაძლევდი ქართულ ოცნებას ხმას ეხლა აღარ მივცემ ნამდვილად და მათი გაბრაზების ხარისხი მომატებულია რა თქმა უნდა არიან ადამიანები ვინც სამწუხაროდ ისევე ქცევიან ამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ვინც ვერ უძლებს ამ მუქარას, რომელიც არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური მუქარაც მოდის. რა თქმა უნდა. შიშის ფაქტორი მუშაობს. პირველ რიგში გეტყვით რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად მუშაობს ადამიანებში სოციალური პრობლემა, სოციალური ფაქტორი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ხალხი ყოველდღიურად ღარიბდება და თუ ვიღაცეების ბიუჯეტი იზრდება და ვიღაცეების ცხოვრება უმჯობესდება მილიონებით, უკუ კავშირში მოდის ქართველი ხალხის და მშრომელი ხალხის ფინანსები. პირიქით, მათი ცხოვრება ყოველდღიურად უარესდება და ამას მოწმობს პრინციპში ის მდგომარეობა, რაც ქუჩებში გვხდება ყოველდღიურად, ხო? ეხლა სტატისტიკა ნახე რამდენიმე დღის წინ რომ საქართველოში შობადობა შემცირდა, კლებაშია და მინუსია, თუმცა საქართველოს მოსახლეობა იზრდება. აი ამაზე რატო არსებობს კითხვას არავინ რომ თუ შობადობა შემცირებულია, სიკვდილიანობა აწეულია, მაშინ რის ხარჯზე არის მოსახლეობის მატება ქვეყანაში? ხო, ამაზე ხო ვიღაცამ კითხვა უნდა დასოს. რა თქმა უნდა, ეს არის შემოსული რუსების და არაბების ხარჯზე, ხო? მე არ მინდა რაღაცა ქსენოფობიური იმაში დამდომბრალი არა, პირიქით, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან სხვა ქვეყნებში წასული და დასაქმებული, სასურველია რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც იყოს ისეთი მდგრადი, რომ ამ ქვეყანაში პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და გრძნობდნენ თავს კარგად და გამართულად და მე უკვე სხვა ადამიანები, ვისაც თავის ქვეყანაში არ აქვს ისეთი პირობები, თუმცა დღეს საქართველოში პირიქით არის სიტუაცია, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი გაცილებით უფრო გამართულად ცხოვრობს, გაცილებით უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობს და ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ქუჩაში მუშაობენ 24 საათი, რომ ოჯახში საჭმელი შეიტანონ. კი ბატონო, აი ბოლო კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ. ეს თვითმმართველობის არჩევნებია, ცხადია და არჩევის შემთხვევაში ყველას ლოკალურად ადგილზე არსებულ პრობლემებზე მოუწევს რა თქმა უნდა მუშაობა, მაგრამ საინტერესოა თუ არის ერთიანი სტრატეგია, აი ხაზი რაღაც გამოკვეთილი საკითხის გადაწყვეტისა, რომელიც მაგალითად გსურთ მოაგვაროთ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ასევე ქუთაისში. არის რაიმე მაგალითად აი არ ვიცი, სკოლაში უფასო კვება იყო ძალიან წინა პლანზე წამოწეული, ან რაიმე საკითხი ისეთი, რაც პარტიაში განიხილება თქვენთან და არ არის მაგალითად მხოლოდ პრიორიტეტად ქცეული ერთი რომელიმე მუნიციპალიტეტისთვის, ერთი რომელიმე ქალაქისთვის. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ პრიორიტეტი ყველა მუნიციპალიტეტში იქნება პირველ რიგში კორუფცია, კორუფციასთან ბრძოლა, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი პრობლემა გამოწვეულია კორუფციით. როგორც ისიც ჩვენ თვითმმართველ ქალაქებში ვიყავით საკრებულოებში წარმოდგენილი, მათ შორის ასევე ზუგდიდის საკრებულოში და რუსთავის საკრებულოში, სადაც წლების განმავლობაში ჩვენ ვებრძოდით კორუფციას და სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებით ძალიან ბევრ კორუფციულ პროექტს არ მიეცა საშუალება რომ განხორციელებულიყო. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ პირველ რიგში კორუფციასთან ბრძოლას ყველა მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ყველა მუნიციპალიტეტში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქართული ოცნება იპარავს ხალხის ფულს, მოპარული ხალხის ფულით, რომელიც წესით უნდა ხმარდებოდეს ადამიანების პრობლემების მოგვარებას, მე აქვს სახლში. სასკოლო კვებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენ საკრებულოებში მუდმივად ვაყენებდით ამ საკითხს ლოკალურ დონეზე და ქალაქებში, რომ სასკოლო კვება ყოფილიყო პროექტად შემოსული ქალაქებში და რეგიონებში. რაც რა თქმა უნდა, რასაც ქართული ოცნება ხარს არ უჭერდა არასდროს ჩვენ რა თქმა უნდა ამაზეც გავაგრძელებთ მუშაობას, თუმცა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თავარი პრობლემა არის კორუფცია. კი ბატონო, ხალბატონო, ძალიან დიდი მადლობა.
მე მშვიდობიან საარჩევნო პროცესს გისურვებთ ყველას და პირველ რიგში ყველა ამომრჩეველს და მოქალაქეს. ჩვენ ვუსმენდით ნიკა ფილფანს, იგი პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიცსაბჭოს წევრია და ასევე არის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში. ჩვენ ახლა შემოგვიერთდება ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრი. ბატონი ლაშა უკვე არის ხაზზე. საღამომშვიდობისა, მადლობას გიხდით, რომ მოახერხეთ მონაწილეობის მიღება. ბატონ ლაშა, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა. ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობის შესახებ მინდა მოგვიყვეთ მისი დღევანდელი წერილით საპატიმროდან ადასტურებს, რომ არ არის ის სუსტად და საკმაოდ მხნედ გრძნობს და პირიქით ფიქრობს ამ პროცესებზე, რაც გარეთ ხდება, მაგრამ აი მეტ დეტალს ველოდებით თქვენგან და ასევე შეგვიფასეთ თუ შეიძლება რა მოიგო ხელისუფლება მისი დაპატიმრებით და თქვენი პარტია რამდენად დაასუსტა ან რამდენად დააზარალა ამ ფაქტორმა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური ტყვე. ის ტყვე დაიყვანეს იმის გამო, რომ გამოამზეურა ის შიდა დაპირისპირება, რომელიც არის ოცნებაში. აღარავინ ერთმანეთს აღარ ენდობა. ქოცებში დაიწყეს ქოცების საყრა, გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, მათი ჯგუფი. ახლა არის გაგდებული პოლიტიკური გუნდით, ან ეს თავად თქვა. ობახიძემ სწორედ ვოლსკი მისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გომელაური არის მძიმე დამნაშავე, იარაღის ესე საზოგადოებაში გამოჩენა, ნარკოტიკები, აი ეს ყველაფერი დააბრალეს გომელაურს. ღარიბაშვილს კი ხედავთ, რომ ბურჭულაძე დაუჭირეს. ხო, სანქციები მუშაობს, სანქციების გამო დაიწყო შიდა დაპირისპირება ქართულ ოცნებაში, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ქართული ოცნების წევრების გაპარსვა და სწორედ ამას უკავშირდება ის შიდა კლანური დაპირისპირება. ოხანაშვილი რატომ გააგდეს? აი ეს შეკითხვა არ გაგიჩნდათ? იმიტომ გააგდეს, რომ რიჟვაძე იყო პირველი, რომელსაც დაუპირეს გაპარსვა და დღემდე არ ვიცით ამ კაცს კლავდნენ თუ თავსი კლავდა. უფრო მეტი გითხრა რიჟვაძესთან დაკავშირებით ხაბეიშვილმა, ვიდრე გამოძიებამ. ეს არის ფაქტი და სწორედ ოხანაშვილი აქ მოსრიალდა. რომ მოსრიალდა, მდინარაძემ გადაწყვიტა ივანიშვილის დავალებით ხაბეიშვილის დაკავება. რატომ? იმიტომ რომ ხაბეიშვილმა არა მხოლოდ ქოცური დაპირისპირება გამოფინა, არამედ მათ შორის ხალხი დარაზმა 4 ოქტომბერი დიდი ერთიანობის დღეა, დიდი წინააღმდეგობის დღეა. ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ 4 ოქტომბერი იქნება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღე. ხო, ივანიშვილზე აქ ლაპარაკი, რომელიც დახვდა ემირატების პრეზიდენტს და როგორ ელოლიავებოდა ყველა ხედავდით, ხო და ფაქტობრივად თარჯიმნად ყავდა ობახიძე. ობახიძე არ იყო პრემიერ-მინისტრი, ჩვეულებრივი თარჯიმანი იყო. მასზე უფრო წარმოსადეგი იქ შეხვედრაზე იყო მარიამ ქრიუშვილი, რომელსაც უპირებენ გაპრემიერებას, აპირებენ ობახიძის გაგდებას. აი ამაზე ლაპარაკობდა ხაბეიშვილი და მათ შორის ლაპარაკობდა იმაზე, რომ ქართულ ხალხს შეუძლია განაჩენი გამოუტანოს ივანიშვილს. რატომ? იმიტომ რომ ძალადობა, რომელიც ჩვენ ნახეთ, რეპრესიები, ტერორი, ეს ტერორი ხო არ გაჩერებულა, სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები, ყველა ციხეშია ხალხო. და რა ზოგადად პედაგოგი ნინო დათაშვილი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. რა თქმა უნდა, მზია დათაშვილის შემთხვევა და მზია ამაღლობელის შემთხვევას მე ცოტა ცალკე განვიხილავ და უფრო ტრაგიკული აქ მოვლენა, აქ ადამიანობას გასწა, ადამიანური ჩარჩოები დატოვა ამ ამბავმა. აქ აღარ არის პოლიტიკაზე ლაპარაკი, კაცო. ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და უბრალოდ ფიზიკურად ანადგურებენ ნინო დათაშვილს და ამას უპირებენ მზია ამაღლობას. იქნებ როგორმე გატეხონ ეს ადამიანი. მაგრამ ვერ გატეხეს და იმიტომ ახლა არიან ძიმე მდგომარეობაში. შიგნით არავინ არავის აღარ ენდობა. ერთმანეთს ამბებს ვერ უზიარებენ, აღარ ენდობიან ერთმანეთს, იმიტომ რომ ყველაზე ნადირობს. აი ეს ხდება ქართულ ოცნებაში და ვერტიკალი არის ჩამოშლილი. და რა თქმა უნდა, ეხლა ლაპარაკი იმაზე, რუსულ სპეცოპერაციაზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს არჩევნები არ არის. აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? ალბათ ირინა, რომ 5 ნომერი ახლა აქვს ტრისტან წითელაშვილს. ხომ იცით ვინაა ტრისტან წითელაშვილი? კი ბატონო. ყველამ კარგად იცის. აი 5 ნომერს რო ტრისტან წითელაშვილს მისცენ. არის თუ არა ეს რუსული სპეცოპერაცია? არის თუ არა ეს პუტინის ოცნების ასრულება საქართველოში? რა თქმა უნდა. ბატონ ლაშა, მოყვებით. რა თქმა უნდა, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. რა არჩევნებზე ლაპარაკობენ? მაგრამ ეს პროცესი, რომელსაც თქვენ ასეთ შეფასებას აძლევთ, მაინც ჩატარდება. გასაგებია თქვენ რჩებით ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ
პროცესი მიდის. ჩვენ ვიცით, რომ ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ მონაწილეობენ, მაგრამ ემაყურებელს გავაცანეთ დღეს ინფორმაცია CESCO-ს გვერდზე რომ შეხვალთ. რეგისტრირებული არიან როგორც ადგილობრივი, ასე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. მე რა მინდა გკითხოთ, თქვენ ესაუბრებით ადამიანებს და მოქალაქეებს და ეუბნებით ყოველ შემთხვევაში თქვენი ამორჩეველი. მაინტერესებს არის თუ არა ერთგული ამ სტრატეგიაში მოყვებათ თუ არა, რომ დღეს არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა თუნდაც ოპოზიციური პარტიებისთვის, გულისხმობ გახარიას გუნდს და ლელო ძლიერ საქართველოს, მაინც არის ქართული ოცნების გაძლიერება. რატომ არის ქართული ოცნების გაძლიერება თუ შეიძლება რომ გითხრათ? საინტერესო შეკითხვაა. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსია დიდი ხნის წინ დაიხურა. ჩვენ პასუხი გავეცით ყველა შეკითხვას, თუმცა გავიმეორებ. კი ბატონო, აი მოქალაქეებს, რომლებსაც ტეტ-ა-ტეტ ხვდებიან საარჩევნო აგიტაციისას, ისინი თქვენ საწინააღმდეგო აგიტაციას ატარებენ, ხო? ამიტომ არის საინტერესო. ძალიან მარტივად მინდა ავხსნა რა. 5 ნომერი, რომ აქვს კრისტალ წითელაშვილს. ეს არის რუსული სპეცოპერაცია. აი როგორ წარმოგიდგენიათ 5 ნომერი კრისტალ წითელაშვილი. აი ხო სიგიჟია, ხო? ხო, აი ეს არის საკმარისი აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხობს. თუმცა დავამატეთ, რომ ის პუნქტები, რომელიც გაიხსნება 4 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ამ პუნქტებს არ დააკვირდება. არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება რუსთაველის გამზირს. რატომ? იმიტომ რომ იქ იქნება პოლიტიკური პროცესი. იქ იქნება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელსაც გამოაცხადებს და ეს იქნება განაჩენი ივანიშვილისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი ელექტორატი კარგად ხვდება და სწორედ ლევან ხაბეიშვილი რატო არის მაღალი турბულენცია 4-თან დაკავშირებით, იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილმა აისხლიტა საზოგადოებრივი მოთხოვნა და სწორედ პასუხობდა ამ მოთხოვნებს. და ვინც ვერ პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნებს, ჩაყვება ქართულ ოცნებას. მე არ ვისურვებდი, რომ ვინმე გაყვეს ივანიშვილს იმ გზაზე, რომელიც კი გადაიჩეხება ივანიშვილი და გადაყვება ვიღაცები, თუმცა ჩვენთვის თავარი რა არის? ჩვენთვის თავარი არის, რომ იყოს დიდი ერთიანობა, იყოს დიდი წინააღმდეგობა და ჩვენ გვაქვს უფლება თავი დაუცვათ ძალადობისგან და ამას გავაკეთეთ რუსთაველის. რა ტიპის ძალადობაა მოსალოდნელი? მინდა რომ უფრო მეტი უთხრათ მოქალაქეებს. რაზე ლაპარაკობთ თქვენი კოლეგები როგავა ქალბატონი ხო მაკა ჩიხლაძე. პირდაპირ ეთერში დაასისხლიან ის. გამოძიებამ რა გითხრა? გამოძიებამ გითხრა, რომ კი ჩვენ გავაკეთეთ ეს და უარესსაც გავაკეთებთ. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტებსაც, ახალგაზრდებსაც, ოღონდ თავდაცვაში რა იგულისხმება? ჩვენი შიშველი ხელები. ხო, ამაზე მინდა გკითხოთ ბატონაშა, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ხაზს უსვამენო, ჩვენ ოჯახის წევრებით მოვდივართ, ჩვენ მცირეწლოვანი ბავშვებით მოვდივართ. მაგრამ პარალელურად ხელისუფლება აფრთხილებს კონკრეტულად თქვენს გუნდს და სხვებს, ვისაც რადიკალებს ეძახის ხელისუფლება, ამბობს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არათუ რევოლუციურ ქმედებას, არამედ რადიკალურ ქმედებასაც კიო და ემანდ არავის წაუწდეს ხელიო თქვენ იცით ეს განცხადებები. დიახ. მე მინდა გკითხოთ, აი რა რისკებს ხედავთ, რა რისკები უკავშირდება 4 ოქტომბრის აქციას? გასაგებია, რომ თქვენ ფსონსდებთ რაოდენობაზე აქციის მონაწილეებისა, მაგრამ ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა ტიპის რისკებია მოსალოდნელი? რას ელოდებით? მოდით უფრო მეტი გითხარით. მე აი პირდაპირ გეუბნები, პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზებაზე აქვს პაატა ბურჭულაძეს და რუსთაველის გამზირს, საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას. მე ამ პროცესში ვარ როგორც მოქალაქე ლაშე ფარულაო, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად რა თქმა უნდა მივა და არა მარტო ვიქნები იქ, არამედ დავიცავ თითოეულ აქციის მონაწილეს, ბარიკადებზე ვიქნები, რა თქმა უნდა, თუ ასეთი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ კეთილსინთეზიერი პოლიციელები ხელს არ აღმართავენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მაქვს ამის მოლოდინი, მაქვს იმის მოლოდინი, რომ კი ჯილდო, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ როგორც პოლიტიკური დაპირება. და რამაც იმსხვერპლა ბრჭყალებში ბატონი ხაბეიშვილი. იმუშავებს, ხო, ეს არის პოლიტიკური დაპირება, იმიტომ რომ დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ ჩვენი პოლიტიკური გუნდი შეეცდება მრავალპარტიული იქნება პარლამენტი თუ როგორი კონფიგურაცია იქნება, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ეს ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტ. ქართველი ხალხი გადაწყვეტს ამას დემოკრატიის აღდგენის შემდეგ და დემოკრატიის ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს დაუჭერს ყველა იმ პოლიციას, რომელმაც არ აღმართა მშვიდობიან დემონსტრანტზე ხელი. აი ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. 200,000 იქნება თუ 400,000, ამას რა თქმა უნდა
ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს ლევან ყაბეიშვილთან ერთად. როდესაც ის იქნება ჩვენთან ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ინიციატივას არა მხოლოდ გავაჟღერებთ, არამედ მხარს დაუჭერთ და ეს მოხდება დემოკრატიის აღდგენის შემდეგ. ამიტომ ჩვენთვის რა არის თავი? აი მე მინდა მოქალაქეებს მიმართო, ჩვენ თანამოქალაქეებს მიმართო. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი კალაპოტი. ხუჯურიანი დროშით გელოდებით 4 ოქტომბერს. ერთიანობა არის გადამწყვეტი, ძალა არის ერთობაში. თუ ჩვენ ვიქნებით ბევრი, ივანიშვილი გატყდება. რატომ? იმიტომ რომ მას რომ უნდოდა რომ აქციები აღარ ყოფილიყო, ამისთვის სააკეთა ყველაფერი დაიჭირა, ახალგაზრდები, გალახა ჟურნალისტები, რეპრესიები, ჯარიმები, დღესაც მეუბნებით დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ. ეს არის რაზეც ეხა ივანიშვილი ფსონსდებს, იმიტომ რომ მას სხვა გზა არ აქვს. ის აღარაფერზე აღარ დგას. გომელაური იყო მისი საკუთენი და იმ გომელაურზე ყობახიძის გუნდი იძახის მძიმე დამნაშავეა. ვეღარ აწნარებს და აუკებს ყობახიძეს ივანიშვილი. აქეთ გაყოფილია გუნდი, ხო, პროტოკოლები აღარ არიან. მარტო მედროვეები და აი როგორ გონიათ ხა თამაზ შარმანაშვილი, რომელიც ნაცების დროს დიდ ნაცად მოქონდა თავი, გახსოვთ ალბათ. ეხლა დიდი ქოცია და აი ესეთი მედროვეები არიან დღეს მოსულები ქართული ოცნების სათავეებში. ამიტომ კი ეს არის ბოლო ჟამი ივანიშვილისთვის და ქართული ხალხი გამოუტანს განაჩენს და დასრულდება ძალადობა, უსამართლობა ამ ქვეყანაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვიბრძვით დემოკრატია, რომ ავღებინოთ ქვეყანაში და ჩვენმა თანამოქალაქეებმა საკუთარი პოლიტიკური იდენტობა საარჩევნო უბანზე გადაწყვიტონ თავისუფლად. ეს არის ჩვენთვის ფუნდამენტური და ამისთვის ვიბრძვით. კი ბატონო, ბატონ ლაშა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და ჩააგვერთეთ. მადლობა ლაშა ფარულავა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, იყო ჩვენი გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმარი. ასეთი იყო დღეს ჩვენი სათქმელი, მადლობა რომ გვიყურეთ, მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.